საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში, ძირითადი შეხვედრები შვეიცარიაში დღეს უნდა შედგეს. მანამდე კი უკვე გაიმართა თანათავმჯდომარეებთან ტექნიკური ხასიათის შეხვედრები. განსახილველ საკითხებს შორის არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე უფლებების დარღვევებისა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის ფაქტები. საქართველოს დელეგაციას ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. გაიმართა წინასწარი შეხვედრები, საქართველოს დელეგაცია შეხვდა თანათავმჯდომარეებს და განხილული იყო შეხვედრის დღის წესრიგი. ძირითად თემებს შორის, რასაც საქართველოს დელეგაცია დააყენებს, იქნება პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხები. ეს არის ის რთული უსაფრთხოების ფონი, რომელიც არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მთელი რიგი განვითარებები, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა წინა რაუნდის შემდგომ ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ არსებული უსაფრთხოების გარემოთ. მეორე ჯგუფის ფარგლებში იქნება მსჯელობა ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ეს იქნება ძირითადი მიმართულებები, რომელზეც გამახვილდება ყურადღება.